მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა. ანუ ნახოთ ახლა ჩვენ რას გვიმზადებს მომდევნო კვირა, ხო? ნახოთ ახლა ვისთვის იქნება, ну ვინც მიყურებს, რა თქმა უნდა და ვისაც უყვართ ეს გაშლა თქვენთვის უეჭველი იქნება აქ ინფორმაცია, ну ვინც ახალი შემოგვიერთა, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, მე ვარ კარმული ტარონომეროლოგი, ფსიქოლოგი და ძალიან სასიამოვნო აქ რო ხართ ჩვენთან. აბა ნახოთ ახლა რა ხდება თქვენთან. ეხლა რა ენერგიებში ხართ. ნახოთ აი ამ დასტაზე დიდი ხანი არ მუშაობდე და რა ვიცი თვითონ დღეს დაბეცა აქ მაგიდაზე. ნახოთ რა უნდა რო გვითხრეს ჩვენ. ანუ მომდევნო კვირაში, თან 1 აგვისტოს კვირა ხო არის ეგ და ნახოთ ეხლა რას მოგიტანს თქვენ ეხლა ეს დასტა რა ინფორმაცია აქვს ასეთი რომ აი ასე ძალიან თხოვს. Так, ეს იყო საკაჯერ. Так, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვნახოთ ახლა სულ ყველა სფეროები აბსოლუტურად, როგორც ჩვენ ვიცით, ხო, ხოლმე სამი სფერო გვაქვს ჩვენ, ახალი დასტები მაქვს დღეს სამივე. და ვნახოთ აბა რას გვეტყვიან ჩვენ საქმიანობაზე. სამსახურის, სწავლა, რა ვიცი, ვის რა გაქვთ. აბა ვნახოთ ახლა. და რა მითითებებს მოგცემენ ახალი დასტები. შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენ ფინანსები, რა თქმა უნდა, ძალიან საოცრს მომეწონა ეს დასტა. უკვე ცოტა ვიმუშავე და ისე კარგად მილაპარაკა, რომ რა ვიცი, აი ძალიან მაგარია. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ და აქ რაღაცა ჩქარობს, ვინ არის, ვიზეა საუბარი, აქ რა ხდება. კარგით. რაღაცა მოდის თქვენთან ჩქარობს, რაღაცა ინფორმაცია მოდის. აბა ვნახოთ რა ინფორმაციას ფინანსებზე თქვენ მოგვიტანთ, რა რითი გაგვახარებთ და ნუ ურთიერთობაზე ნახეთ როგორ ლამაზე სარჩული აქვს, ხო, რაღაცა აი ნაზი, ძალიან ნაზი და მომინდა ამიღო ეს ურთიერთობაზე, რა თქმა უნდა. რას გვეტყვის ჩვენ ურთიერთობაზე? საუბარიც უნდა და აქ ნუ შეხედეთ ახლა მოდის თქვენთან იმპერატორი არ ვიცი ვის აქტუალურია აი აქეთ სადმე დავდო ცოტა რაღაც ადგილი არა მაქვს ერთი წამით მე ხა ჩემი წყალი აუცილებლად მჭირდება ისე თქვენ რომ ენერგიის გამტარიანობა არის ელიქსირი ხო ავიღებთ всё ახლა მზად ვარ ვიმუშაოთ ჩვენ ანუ ვისთვის იქნება ეს გაშლა და აქ არის როგორი სიტუაცია. ძალიან მომწონს მე ეს სიტუაცია, იმიტომ რომ უეჭველი აქ იქნება გაშლა იმ ადამიანებისთვის, ვინც ეხლა ფიქრობს რას. ანუ როგორ აი ახალი გზა, ნახეთ, აქ რაღაცა პერიოდი თქვენი დასრულდა, პერიოდი, სადაც იყავით თქვენ დამოკიდებული რაღაცა მომენტებზე. ეს შეიძლება იყოს ბევრ რამეს, რა ყველას თქვენი, ხო? და ფიქრობდით, რომ აი რა განთავისუფლება მინდა, იმიტომ რომ აქ მთავრდება, აი ეს მე რო ვამბობ ხოლმე, რომ ეხლა არის რაღაცა პერიოდის, როცა გადასვლა მიდის, ეხლა ხო ჩვენ ყველა გადავდივართ ახალ რეალობაში, აი მაგაზე არის ლაპარაკი და იმიტომ რომ აქ არის ზუსტად ის მომენტი, რომ მე უნდა დავტოვო ის, რაც უკვე ნამდვილად ჩემთვის, ნუ არ მემსახურება დავასრულე რა ეს ყველაფერი აბსოლუტურად. მე ახლა აქ არ გადავალ იმაზე, რომ უყვართ მკითხავებმა ეს ჯადოები და რამეები, არა. ნუ ყოველ შემთხვევაში თუ ვინმე აქ ეგეთი შემომიფრინდა, იცოდეთ რომ ეგაც დასრულდება. მაგრამ ნუ რაღაცა ზეგავლენები. მაგრამ აქ არის როგორი სიტუაცია, მე ტაროლოგი ვარ და არა მკითხავე, ამიტომ ტაროს კითხულობ ცოტა სხვა დონეზე. აქ არის როგორი სიტუაცია, ნახეთ, როცა ადამიანს ნამდვილად უკვე აღარ უნდა ეს დამოკიდებულებები რაღაცებზე და უნდა ამისი დასრულება. всё. მე მივდივარ უკვე, ანუ იქ სადაც მე მომწონს იმ ენერგიებში გამიგეთ, ну просто არის როგორი სიტუაცია, იცით რომ აი მინდა, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი, ტრანსფორმაციაში ხარ თუ ეჭველი ხო თქვი. ტრანსფორმაციაში ხარ, აქ თქვენ აკეთებთ იმ არჩევანს, გულის არჩევანს, რომელიც თქვენ გინდა. всё. თქვენ აი აქ ნახეთ, უკვე აღარ ხარ დამოკიდებული ვიღაცის აზრზე რა. ანუ ფიქრობთ ხო, ყოველ შემთხვევაში ორიანი
მაინც ეს არის კი აქ შეიძლება იყოს მერყეობა, მაგრამ აქ მერყეობას მე ვერ ვხედავ. აქ თქვენ უკვე დაასრულეთ ეს მერყეობა, თქვენ იმიტომ რომ დასრულება არის, გამიგეთ? ანუ მე ეხლა ვაკეთებ სხვანაირ გზაზე ვადგავარ. მე ეხლა ვაკეთებ თუ რამე მინდა ჩემი გულით, ჩემი სულით, იმიტომ რომ უკვე ვიწყებ ახალ გზას, ახალი გზა მეკითხარით თქვენ და ახალი უკვე ჩვენი პერიოდი რაც იწყება, კი ჩვენ გავევლით რამე იქ გაკვეთილებს, მაგრამ სიყვარული და არა მიჯაჭვულებით, გამიგეთ? ანუ რომ გვაჯაჭვებდნენ ჩვენ ახლა ვიღაცაზე, რაღაცაზე და ვერ სანამ ხა იმიტომ იყო მე ვწვალობ, მე ნერვიულობ, მე რაღაცა აქავტირი, აი ეს ყველაფერი იყო აქ ეს მაგის ენერგიებში რა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი მტკივნეულად გავდიოდით ჩვენ რაღაც პერიოდებს. ეხლა თქვენ უკვე აქ მივხვდით რა ყოველ შემთხვევაში რომ მე არ მომწონს რა ეს გზა, არ მინდა მე უკვე მორჩა თუ მაგ უფლება და საშუალება რომ მე ეს გადავიდე იმ სხვა ენერგიებში, მე ვირჩევ ენერგიას, სადაც მე ვუსმენ ჩემს სულს და არა იმას, რომ რაც აქ ახლა დაუშვოთ, რა ვქნა ვწვალობ რა ეს პროგრამა აღარ მჭირდება. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ, ხო, აი ნახეთ გამოდიხართ როგორ ხა იყო, მაგრამ ჯერჯერობით შეიძლება ზოგს აქ ეს კიდე ოდნავ მერყეობა, მაგრამ უკვე თქვენ იცით უკვე შესულები ხართ ტრანსფორმაციაში. ნახოთ აბა სად მიდიხართ თქვენ, ხო გითხარით რა. ხო გითხარით. აი აქ უეჭველი არის ეს так, ჩემო ლამაზებო, ჩემო მშვენიერებო, ჩემო კარგებო, ჩემო გოგონებო, ჩემო ვარსკვლავებო, თქვენ ნამდვილად ეს თქვენი გაშლა, ჩემო ვინც სწავლობს ახლა ჩემთან, ვინც გადის ჩემთან კალთა ტრენინგს. ან შეიძლება თქვენ თუ ვიღაცა კიდე სადმე ვინმესთან გადეხართ აი ესეთ პრაქტიკებს, სადაც თქვენ ქალურ ენერგიებზე მუშაობთ, იცოდეთ რომ თქვენი ანუ ეს რთული პერიოდი დასრულდება, მორჩება. აქ იქნება ნახეთ ახლა თქვენ გამოდიხართ საიდან, ანუ იმ ენერგიებიდან, რომელიც თქვენ არ გაძლევდნენ საშუალებას გამოგეჩინეთ თქვენი თავი. აი ხა ჩვენ რო გავდევართ ტრენინგს, გოგოები არიან არაჩვეულებრივად გასულელებული თვითონ თავის თავებს რო უყურებენ, რამდენად იცვლებიან, რამდენად ანათებენ, რამდენად იცვლება ეს ქალური ენერგიები და აი ეს არის რაღაც სასწაული პერიოდი, როცა შენ და სხვათა შორის მამაკაცებსაც ეს ეხება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ახლა ყველას გვაქვს ჩვენ ახლა ქალის და კაცის ენერგია და ნამდვილად აი აქ ახლა даже კაცებიც მაგას აღიარებენ რომ აი ეს ანუ რა შეიძლება ქალური ენერგია. ქალური ენერგია ეს როცა მე ვგრძნობ, კაცი ქმედება, ქალი გრძნობიერობა, ხო? ანუ როცა მე უკვე ვგრძნობ, როცა მე ვუსმენ ჩემს სულს, როცა მე მივდივარ და მივყვები ჩემი სულის გზას, ხო? და რასაც შეგვიძლია ეს გავიგოთ, ეს შეგვიძლია გავიგოთ თქვენი სულის გზა, რა თქმა უნდა. ჩემ შემთხვევაში ახლა ბედის მატრიცაში, ხო? თან ახლა კურსიც გვაქვს ჩვენ, შეგიძლიათ ისწავლოთ და კიდევაც სხვასაც ახლა დაეხმაროთ და გააგებინოთ როგორ უნდა გამოვიდნენ ისინი თავის გზაზე თქვენი ახლობლები და თქვენთვის ხო ეს სუდახმარება არის რა. ამიტომ ეს არის ყველაზე გადასარევი ინსტრუმენტი, ყოველ შემთხვევაში даже ბევრია მყავდა ასტროლოგებიც და ნუმეროლოგებიც, ვინც აღიარებს, რომ ნამდვილად უნიკალური ინსტრუმენტია რა. ამიტომ აქ არის ზუსტად დასრულება არის აი ამ პერიოდის, როცა თქვენ ნამდვილად უკვე მივხვდებით, რომ ანუ რა არის თქვენში, თქვათ, რა არის აი ეს ქალური ენერგია, რას ნიშნავს, როგორ მუშაობს სირთულეები. აქ ნამდვილად, всё, თქვენ ამას ხურავთ. კარგით, გადავედით ახლა ჩვენ სულ ყველა სფეროებზე, ვნახოთ ახლა რაც ეხება თქვენს სამუშაოს. სხვათა შორის აბა დააკვირდეთ თქვენ ახლა ვინც სულ უყურებს ჩემს გაშლებს, აი ამას რა, მithumet ეს ახლა ვისაც უყვართ ეს გაშლები, იქ დააკვირდეთ რომ ყველანაირად აი ძალიან ხშირად გამოდის იმპერატორის ენერგია. რას ნიშნავს იმპერატორის ენერგია? თქვენი პროფესიონალიზმი, გამიგეთ? და ნახეთ, იმიდან მე მახსოვს რომ მე მგონი წინა კვირაშიც ეგრე იყო რა. იეროფანტიც იყო და იმპერატორიც იყო. ეს ნახეთ რას ნიშნავს. აი აქ აი ეს პაჟე დასების პაჟე ზუსტად ეს არის ჩვენი სულის გზა. ერთ-ერთი ინტერპრეტაცია რა თქმა უნდა. და აქ ნახეთ თქვენ აქ დაუშვათ ახლა თუ ვინმე ხართ მასწავლებელი რამის ასწავლეთ, თუ დაუშვათ რაღაცა თქვენი სკოლა გაქვთ, თქვენი აი როგორც ჩემ შემთხვევაში აკადემია და მე მიხარია რომ ჩემთან მოვლენ ახალი სტუდენტები, იმიტომ რომ ნამდვილად ვთვლი ჩემს თავს რომ პროფესიონალი ვარ და ჩემი საქმეს მცოდნე და ჩემ მოსწავლეებიც აღიარებენ ამას, ვინც უკვე და даже კლიენტები უკვე ვინც დადის ჩემ მოსწავლეებთან, ხო? თქვენ
თქვენს თუ დაუშვოთ ვინმე ასწავლით რამეს, ხო? ეს პირველი ინტერპრეტაცია, ყველა ვარიანტში თქვენთან მოვლენ ახალი სტუდენტები, ადამიანები, ანუ თქვენ აგირჩევენ როგორც კარგ პროფესიონალს თქვენს საქმეში. ეს არ არის აუცილებელი თქვათ შენ იყო მაინც მასწავლებელი და შეიძლება შენ გააქვს რაღაცა ისეთი ცოდნა სიტყვაზე მანქანებს არემონტებ და იცი ძალიან მაგრად და იტყვენ რომ ამაზე კარგია თქვათ ეხლა ხელოსანი არ არსებობს ან რემონტებს აკეთებ ან ნუ რაღაცას აკეთებ ხო არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა ხარ ანუ აქ უბრალოდ იმას ნიშნავს რომ რაღაცაში იქნება თქვენი აღიარება იმ თქვენ ცოდნაში რომელიც გაქვს დაგროვილი არ აქვს მნიშვნელობა რას კიდე თქვენ აქ ნამდვილად შეიძლება ზოგი აირჩევს ისეთ მასწავლებელს თავისთვის ვისაც ხედავს ეს პროფესიონალს რა რომ მე ვიცი რომ მე რომ მასთან მივალ მე ვიცი რომ ნამდვილად მე მივიღებ შედეგს აი ჩემი მოსწავლეებო და დააკვირდით მე რო გეუბნებით ხოლმე წყეპლა აი ძალიან კარგად არის აი ამაში გამოხატული რა იმიტომ რომ დაუშვათ იმისათვის რომ კარგად ისწავლო წყეპლა ყოველთვის მაგ ხოლმე ხელში ნუ ასე ვხომრობთ ხოლმე რა და ანუ მომთხოვნე მაგამ თქვენ ძალიან კმაყოფილი იქნებით შეიძლება თქვენი შვილისთვის ეძებთ მასწავლებელს დაუშვათ და ნამდვილად თქვენ ნახავთ ისეთ ადამიანს ვინც ყველა ვარიანტში ხო გეუბნებით აი ძალიან გამოცდილი ვიღაცა ადამიანი ძალიან გამოცდილი ადამიანი არის ეს რომელმაც უკვე დიდი ხანია მუშაობს თავის სფეროში და თქვენ ნამდვილად იქნებით ძალიან კმაყოფილი რომ აირჩიეთ ესეთი პროფესიონალი და რაც მთავარია იცოდეთ რომ მაგ სწავლისთვის თქვენ ღმერთი ფულს მოგცემთ ნახეთ ან თქვენი სწავლით თქვენი შვილი ისწავლეთ არა აქვს მნიშვნელობა ეს მე სხვა შეს ახლა შემიძლია რომ ეხლა უკვე ახალ ჯგუფს ავიყვან სადაც იქნება ჩემი ძალიან სრული ჩართულობა კურსში გინდა ტარო მატრიცა გვაქვს ჩვენ ხატო რომ მანარა კლასიკა ვის რა გაინტერესებთ შეგიძლიათ უკვე ჩემს ახმარ ჯგუფს მიმართოთ თუ ვისაც გაინტერესებთ იმიტომ რომ აი აქ ეს რაღაც თქვენც თუ ხართ გავუშვოთ როგორც გითხარით პროფესიონალი თქვენთანაც ნამდვილად მოვა აი მოვლენ ახალი მოსწავლეები ვინც გულით აგირჩევენ კი ბატონო კი აუცილებლად იმიტომ რომ აქ შეიძლება თქვენ ბევრი ხანი ისვენებდეთ გქონდეთ რაღაც დასვენების პერიოდი მაგრამ დაამთავრდა ეს უკვე თქვენ გეუბნებიან ეხლა შენი ვარსკვლავი აინდო შენ უნდა დაიწყო და უნდა იმუშაო და იმიტომ რომ შენ ხარ ისეთი ადამიანია რომელსაც ნამდვილად გაქვს ბევრი ცოდნა შენ იზიდავს შენი ენერგეტიკით შენ იზიდავს შენი ცოდნით შენ იზიდავს შენი პოზიტივით შენ იზიდავს შენი სილამაზით შენი სიმშვიდით და ამიტომ რა თქმა უნდა უკვე აი ნუ შენზე კარგი აქ ვიღა უნდა აერჩიონ მოდეთ ასე გითხრათ ხო კი იქნება აქ ძალიან დიდი წინსვლა გექნებათ რა ან თქვენ აერჩევთ ვიღაც ან თქვენ აგირჩევენ ნუ ახლა ნახეთ ახლა საჯარო გაშლა თუ დაუშვოთ თქვენ გაქვთ თქვენი ბიზნესი იცოდეთ რომ ნამდვილად მოვლენ თქვენთან კლიენტები იმიტომ რომ შეიძლება ნახეთ ბიზნესი ვისაც გაქვთ აქ შეიძლება ეს რა ინფორმაცია მომივიდა ისეთ შეიძლება თქვენ გაქვთ ისეთი რეკლამა გაშვებული რომელიც ნამდვილად ძალიან სასარგებლო არის ეს რეკლამა რა თქვენ ამაზე შეიძლება ბევრი იმუშავეთ გამიგეთ და ეხლა უკვე თქვენ რომ ამას გაუშვოთ ამ რეკლამას ეს რეკლამა ნამდვილად იმუშავებს ხალხზე იმიტომ რომ ადამიანები დაინახავენ იმ თქვენი თქვა პროდუქციიდან რაღაც სარგებლობას და იტყვიან რომ უიმე ღმერთო სად იყავი აქამდე ეს მინდა და ნამდვილად თქვენ მოიზიდავთ კიდე ბევრ კლიენტებს მოიზიდავთ აქ შეიძლება მუდმივ კლიენტებსაც შეიძლება კაი შეკვეთებსაც აიღებთ რა აი აქ იმიტომ რომ აქ დაინახავენ თქვენს პროფესიონალს და ანუ თითქოს აი ამ კომპანიაზე კარგი ვიღა უნდა იყოს მიხვდეთ აი აქ ესეთი თემა არის ნუ რა ვიცი რაღაც დღეს ძალიან საინტერესო არის რა კიდევ ნახოთ ახლა ფინანსები ფინანსური ნუ ეს კარტიკა კი იყო აქ ნახეთ აქ თითქოს როგორი მომენტი არის იცით რომ ხალხი ზიან და ელოდებიან რო ეს რა ქვია მოგიტანონ ფული რა მე საინტერესოა ნახეთ როგორი საინტერესო სიტუაცია გვაქვს ჩვენ აი აქ ანუ ესე იგი აქ რაც ეხება ფულს შეიძლება თქვენ იყავით ისეთ მდგომარეობაში რომ თქვათ ელოდებოდეთ რამეს ხო აი თქვათ ნუ
რაზეც, რაღაცას ელოდებოდეთ, ხო? მაგრამ აი აქ შემიძლიათ გითხრათ, რომ პრინციპში даже ელოდინიც კი არა. ხო, ელოდებოდეთ და თანხას, რომელსაც თქვენ ელოდებოდეთ, აუცილებლად თქვენ ამას მიიღებთ ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, იცით? თავისით უნდა მოვიდეს რა. იმიტომ რომ თქვენ თუ დაუშვათ თქვენ გინდათ აი სიტყვაზე თქვენი ცოდნისთვის აი აქ და აუცილებლად ფული მოგივა. ხო, შეიძლება გზიდან მოგიტანს ვიღაცა ფულს, იმიტომ რომ даже აქ რას გეუბნებიან, იცით? აი აქ რას გეუბნე, ხო, ელოდებოდეთ თქვენ რაღაცას, ელოდებოდეთ თქვენ ნამდვილად რაღაცას და გეუბნებიან, რომ უკვე პრინციპში დამშვიდე რა. უკვე მოდის შენთან ეს ნაკადე. ყველა ვარიანტში მოდის. იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ აქ რაღაცას, რასაც აკეთებდეთ, ხო, რასაც თესავდეთ, ხო, ეხლა უკვე მოვიდა დრო, რომ ეს მოიმკოთ რა, ანუ აიღოთ რა ეს შემოსავალი და აქ იქნება რაღაც ძალიან სტაბილური სიტუაცია რა. და სხვათა შორის შეიძლება აქ даже სრულიად მოულოდნელად დაუშვათ თქვენ არც ელოდებით, მაგრამ ვიღაცა შეიძლება დაგიბრუნებს თქვენ ვალს და სხვათა შორის ეს ფული თქვენ გამოგადგებათ. აი აქ ნახეთ, თქვა დაუშვათ თქვენ ქორწილი გინდოდათ, არ ვიცი, მოდის ესეთი ინფორმაცია, ხო? ქორწილი მინდა, ესე რა ქვია, ერთი წუთი. სწორი. ანუ ესე იგი კორწილი შეიძლება იყო და თქვენ ელოდებოდეთ თქვა ფულს რაღაცას. აქაც მოვა. აქ რატომ რა მომდის, იცით? აი არ ვიცი, მაგრამ აი თითქოს სრულიად მოულოდნელად შეიძლება არ არის მაგისი არკანები იმდენად რო თქვა, მაგრამ ეს მაინც არის ესე რა ქვია, ორაკული, მაგრამ მომდის, რა ვიცი, ეს ინფორმაცია რომ შეიძლება გაგიკვირდება თქვენ იმიტომ რომ აი რა არის, იცით, რა მომენტია, იცით? გაგიკვირდებათ, რომ აი ეს ამ ნაკადის გახსნის რა. იმიტომ რომ პრინციპში უკვე თქვენ გეუბნებიათ, რომ შენ უკვე რაღაცებს აკეთებდი და რომ ადრე რო აკეთებდი, ანუ რომ ფული მოტრიალებული არის თქვენსკენ რა. უკვე თითქოს უკვე იმაზე, რასაც შენ აკეთებდი, რომ არიჯეკი, ხო ისე. აი მაგაზე უკვე შენ მიიღებ იმას вознаграждение, როგორ არის მიშველეთ ახლა. ანუ საჩუქარი, რა ვიცი, როგორ თქვათ ახლა, ისე რა ქვია. დაწერეთ რა ეს вознаграждение როგორ არის რა სამყარო როცა თქვენ და ჯილდო რა მადლობა აი დაჯილდოება მადლობა ვიღაცა მიკარნახა ხო აი ეს არის ზუსტად და ამიტომ აქ ნახეთ რა ხდება აი ზუსტად აი ეს არის რომ თქვენ რაღაცას აკეთებდით და აი მაგაზე მიიღებთ ფულს კი უეჭველი შემიძლია გითხრათ ყველა ვარიანტში თქვენ ნაკადს ხსნით. აქ ნახეთ გოგოებო თქვენთვის საყურადღებოდ იცოდეთ. აი აქ არის მე გითხარით ქალური ენერგიები თქვენი უკვე სირთულეები მიდის, იხსნება თქვენი ქალური ენერგიები, ხო? უკვე აი წყაბზე ხართ. და თქვენ აი აქ თუ დაუშვათ საქმეს სადმე მიუდგებით ქალურად ხო? ქალურად როგორ ახლა მაგაზე ხსნიმით ჩემს ტრენინგზე, ვინც მოდის ახლა აქ დროს არ დავკარგავ, იმიტომ რომ თუ არ ახართ ჩემ ტრენინგზე, ესე იგი არ გაინტერესებთ და ვინც აინტერესებს კი არის და იციან და აი აქ ზუსტად ამ მესამე მოდული გვექნება ჩვენ ზუსტად ქალი და ფული, თუ გინდათ შემოგვიერთით დამხმარ ჯგუფში დაწერეთ და გეტყვენ ინფორმაციას. აი ვინც ეხა თქვა თავის ცოდნას გასცემს, მაგრამ არა კაცური ენერგიებით, უმეტად ქალური ენერგიით, ანუ ვაკეთებ იმას, რაც მე მსიამოვნებს, აუცილებლად გეხსნებათ რაღაცა ძალიან არაჩვეულებრივი ნაკადი, კი. აქ შეიძლება ახალი შემოსავალი წამოვა ისეთი, რომელიც აი გაგიკვირდება, აი სხვანაირად წამოვა აქ სიტუაცია, გამიგეთ, აი დააკვირდეთ რა. დააკვირდეთ, იმიტომ რომ ძალიან კმაყოფილი უნდა იყოთ და იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც აკეთებ ბევრ ამის სხვებისთვის და ამიტომ სამყაროს რა თქმა უნდა თქვენს გიხსნის რა, გიხსნის სხვანაირად. შეიძლება ახალი კიდე რაღაცა ძალიან მაგარი შემოთავაზება იყოს, ან ახალი წყარო გაგიხსნებათ, საიდანაც წამოვა ძალიან მაგარი თანხები, ან კარგი მაგარი შემოთავაზება იქნება თქვენთვის რაღაცა საქმიანი, რომელიც თქვენ ძალიან აი მოგეწონება და გესიამოვნება და ვაფშე პრობლემები არ გექნებათ არანაირი ფინანსურად. აი ამ კვირაში ფინანსური თემა თითქოს თქვენი დაიხურება რა. იმიტომ რაღაც ახალ ნაკადში შედიხართ კი.
რაღაც აი გამოდიხართ იმ, ну, აქ იცვლებით, თქვენ იცვლებით და რა თქმა უნდა, ნაკადიც იცვლება, კი ბატონო. ძლიერდებით, ძალიან ძლიერდებით ფინანსურად, მაგრამ აქ გეუბნებით კიდევ და კიდევ აქ ქალური ენერგიები ჩარდება, რაღაცა შეტყობინებას მიიღებთ, ან კაი თანხას მიიღებთ, აქ ძალიან დიდ თანხას მიიღებს ვიღაცა ძალიან. ну, შეიძლება თუ დაუშვათ სესხი გინდო და სესხს დაგემტკიცებენ, ან რაღაცა შეთავაზება მოგივათ ბანკიდან, ეგაც შეიძლება. так, ეხლა ვნახოთ ჩვენ ურთიერთობლივ კავშირებზე, ხო? აქ შეიძლება იყოს როგორი სიტუაცია, ნახეთ. ორი ვარიანტი მექნება ეხლა. ან აქ იქნება შეიძლება შერიგება იმ ადამიანთან, ვისთანაც თქვენ გქონდათ, ну, აგერ იმპერატორიცა, ხო ხედავთ რა, დამბლების მეფე, აჰა რა გინდათ. შეიძლება აქ გამოჩნდეს ადამიანი, ვისთანაც თქვენ დაასრულეთ ურთიერთობა. მაგრამ ეს ურთიერთობა იქნება სულ სხვანაირი, სულ სხვა შეთავაზებით ექნება იმ ადამიანს, აქ თვითბედი ჩარეული არის და ან მოგივა თქვენ ადამიანი იმის მიერ, რაც თქვენ გადაიტანეთ, აქ ბევრი რაღაცები, ვის დაამთავრეთ ურთიერთობა, შეიძლება აირჩიეთ თქვენი თავი, შეიძლება ეს გაუგებარი სიტუაციები თუ იყო, აქ შეიძლება ბედი გიგზავნის თქვენ ვაფშე ახალი ურთიერთობას და სადაც ნამდვილად, იქნება ეს ადამიანი თქვენი სათანადო, რომელიც თქვენ გეკუთვნით. აქ არის მზრუნველობა, იმიტომ რომ შეიძლება აქ იყო როგორი სიტუაცია, იცით, ადამიანს ჰქონდა ხო, აქ რაღაცა მე მგონი დაშორებულები, ვინც იყავით, შეიძლება მოხდეს შერიგება, იმიტომ რომ ადამიანმა მიხვდა, რომ თქვენზე კარგი არავინ არ არის რა. უყურა რაღაცებს და შეიძლება თქვა, რომ არა რა, თუ ხალი მინდა, ეს ხალი უნდა იყოს ჩემთან რა, ეგეთი. და თუ ახალი არის, ეს ადამიანი გითვალთვალებს, თქვენ დიდი ხანი იცოდეთ რა. დიდი ხანი გითვალთვალებს სადღაც ნამდვილად და ახლა თქვენ, აი აქ ხო გეუბნეთ, აქ რაღაცა თუ დაშორდით თქვენს, ხო, და რაღაცა სიტუაცია, ისტორია თუ დაამთავრეთ, მოგივა თქვენ საბედო მამაკაცი, რომელიც თანაც ურთიერთობა აღარ იქნება ისეთი, როგორიც გქონდა თქვენ, თქვა ჩხუბი, გაუგებრობა და ასე შემდეგ, ეს ადამიანი გამოჩნდება, იმიტომ რომ ეს ადამიანი დიდი ხანია თქვენ გითვალთვალებს და რაღაცა შეიძლება მაგისგან იყოს, იქნება შეთავაზება, რაღაცა საი თქვათ, შეიძლება მოგწეროს და გითხრეს, თან ძალიან უეცრად გამოჩნდება ეს ადამიანი და გეტყვის, რომ მე შენ აგერჩიე, იმიტომ რომ ჩვენ ერთნაირები ვართ, ერთნაირად ვაზროვნებ და მე მინდა შენთან სტაბილური ურთიერთობა. კი, იმიტომ რომ აქ ადამიანს ჰქონდა, იყო რაღაც მომენტები არჩევანი და რაღაცა და არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა თქვენზე, აი აქაც მზის არკანით დავასრულებ, ეს ურთიერთობა სხვათა შორის შეიძლება იყოს ძალიან ხანძლივი. ანუ ვიღაცასთან მოდის მისი საბედის წერო. თუ თქვენ გათხოვებაზე ლაპარაკი, ხო? და ყავთ ადამიანი, რომელიც გიყვარს, სრულიად მოულოდნელად შეიძლება თქვენი მამაკაცი მოვიდეს და გითხრეს, რომ მე მინდა შევცვალოთ ჩვენი ურთიერთობა, მე აღარ მინდა რომ ჩვენ ახლა შეიძლება კონფლიქტი გქონდეთ იმის გამო, რომ თქვათ ადამიანი, მარტო შეხვედრები იყო და ანუ არ გეუბნებოდეთ, რომ თქვათ ახლა ცოლობაც რა, ხო, მინდა შენი დაუშვა, შენთან მინდა ვიყო. აი აქ სრულიად მოულოდნელად მოვა ადამიანი და გეტყვის თქვენ, რომ ნამდვილად მინდა შენთან მე ცხოვრება და ერთად ვიყო და შენი ქმარი მინდა ვიყო. და შეიძლება თქვენ იტყვით, რომ მე ვიცოდი, მე ვგრძნობდი მაგას, ნამდვილად რომ შენ ამას იზავდი, ხო? ან შეიძლება დაქალებს მოუყვებით, რომ ვიცოდი, რომ ამას იზავდა უეჭველი, ვიცოდი, რა თქვენ არ გჯეროდეთ, მაგრამ მე ვიცოდი. აი ესეც საინტერესო ისტორია და ვნახოთ აბა როგორ განვითარდება, ხო? თქვენ კომენტარებში მე რა თქმა უნდა ამას გავიგებ და მე გისურვებთ როგორც ყოველთვის ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.